ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებასა და ჯავშნების გაუქმების მოლოდინებზე უკვე საუბარს თამარ ჩხიკვაძეს ან Hot Travel Group-ის და ასევე Trips-ის დამფუძნებელთან ვაგრძელებთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. თამარ, მოგესალმები, მადლობა დროისთვის და გადაცემაში ჩართულობისთვის. მოგესალმებით, მარიამ, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები თქვენს მაყურებელს. თამარ, უპირველესად მინდა შევაფასოთ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რა ვითარებაა, თუ იგრძნობა უკვე გაუქმება კონკრეტული მიმართულებების თქვენ შემთხვევაში და მოკლედ შევაფასოთ, როგორია მოლოდინები და მეორე მხრივ არსებული ვითარება ამ დროისთვის. მოგახსენებთ, ტურიზმის სექტორი, როგორც ასეთი, ძალიან სწრაფად რეაგირებს პოლიტიკურ კრიზისებზე, ომის შემთხვევაში, დაახლოებით რამოდენიმე საათში ხდება უკვე გაუქმებები, ცვლილებები ჯავშნების, ან მიმართულებების ცვლილებები, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც იგივე პროცესი გავიარეთ, უკვე იმუნიტეტიც გვაქვს, მე მგონი პანდემიის შემდეგ, წინასწარ ვიცით, რა როგორ უნდა გავაკეთოთ და რის მერე რა უნდა გავაკეთოთ. საბოლოო ჯამში ყველაზე ისეთი მთავარი რაც ეხლა უკვე რამაც ჩაიარდა, ეხლა რაც ხდება, ეს არის ძირითადად გადალაგების პროცესი. ამ ეტაპზე მგზავრები ირჩევენ, ან მთლიანად არაუქმებენ, ასე ვთქვათ, მოგზაურობას, ირჩევენ უფრო უსაფრთხო მიმართულებებს, როგორიც არის ევროპა, თურქეთი, ეგვიპტე, პირობითად ეგვიპტე არც გაჩერებულა, მიუხედავად თავისი ლოკაციისა, საკმაოდ უსაფრთხო ქვეყნად წარსდგა მსოფლიო ბაზარზე და მით უმეტეს ქართველებისთვის და აქტიურად აგრძელებდნენ ქართველები დასვენებას ეგვიპტეში. იგივე პრინციპით არის მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე პარტნიორებთანაც როცა ვსაუბრობთ, გადალაგდა მიმართულებები ახლო აღმოსავლეთში ვინც აპირებდა მოგზაურობას, ახლა უკვე იცვლიან მიმართულებებს. საერთო ჯამში სრული გაუქმება მაინც არ არის. ხო, თამარ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ახალმა მიმართულებებმა, რაზეც საუბრობ, დააკომპენსირა ის მოთხოვნადი მიმართულებები, რაც ამ სეზონისთვის იყო. და ახლა უბრალოდ არ არის ხელმისაწვდომი გამომდინარე არსებული ვითარებიდან გამომდინარე. აი, მარიამ, ვერ გეტყვი, რომ ზარალი არ არის, რა თქმა უნდა, არის ნაკლები, მომართვიანობა ძალიან დიდია, მომართვიანობას არ დატყობია, თუმცა აი მოლოდინის რეჟიმში არიან, დაკვირვება ხდება სიტუაციის, როგორც მომხმარებლებისგან, ასევე თვითონ ტუროპერატორებიც ჩვენც ზოგადად ვაკვირდებით სიტუაციას, შესაბამისად ვცდილობთ, რომ უსაფრთხო მიმართულებები შევთავაზოთ, თუმცა რა თქმა უნდა, გაყიდვების მხრივ და ჯავშნების რაოდენობა შემცირებულია. თამარ, ასევე მაინტერესებს ნავთობის გაძვრებიდან გამომდინარე და საავიაციო საწვავის გაძვრებიდან გამომდინარე არის თუ არა მოლოდინები, რომ ავიაბილეთების ფასებიც დაკორექტირდება და უკვე მომდევნო თვეების ჭრილში არა ახლავე, რა თქმა უნდა, თუმცა უკვე მომდევნო თვეების ჭრილში შესაძლებელია თუ არა ვიხილოთ გაძვრებული ტურპაკეტები და ზოგადად გაძვრებული სერვისები. რა თქმა უნდა, ზოგადად არის ხოლმე წარმოდგენა, რომ ტურისტულები აძვირებენ ტურპაკეტებს და ეს მცდარი წარმოდგენა არის. საომარ სიტუაციაში ყოველთვის ზვირდება პირველ რიგში საწვავის ფასი. ბილეთის ფასი ზოგადად დამოკიდებულია ლოჯისტიკაზე, საწვავის ფასზე, ავიაციის ხარჯებზე. ამიტომ, როდესაც საწვავი ზვირდება კონკრეტულ რეისებზე, ავიაკომპანიას უწევს ასევე გრძელი მარშრუტით ფრენა, შესაბამისად ეს ჯაჭვურად ხდება უკვე აისახება ავიაკომპანიის ხარჯებზე და შემდეგ უკვე ზვირდება ავიაბილეთები, ზვირდება შემდეგ სასტუმრო და საერთო ჯამში ტურპაკეტი გამოდის უკვე გაძვირებული. რა თქმა უნდა, გაძვირდება, საწვავის ფასი უკვე ვიცით, რომ გაძვირებულია, არ ვიცი საბოლოო ჯამში რა ნიშნულს მიაღწევს, ამის პროგნოზს სამწუხაროდ მე ვერ გავაკეთებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ფასზე აისახება და საბოლოო ჯამში ტურპაკეტის ფასზეც იქონიებს გავლენას. თამარ, მესმის რთულია საუბარი მოლოდინების, თუმცა მაინც მინდა ზაფხულის თითქმის მოგვიახლოვდა, ხო, ზაფხულის ტურისტული სეზონიც და როგორია მოლოდინები და როგორია წინასწარი ჯავშნების ტენდენცია.
ზაფხულის ჯავშნები დაწყებულია ამ ბოლო პერიოდში, სადაც ქართველები ნაკლებად ჯავშნიდნენ, წინასწარ იყო პერიოდი, რომ უფრო აქტიურად ჯავშნიდნენ, ახლა ბოლო წლები ნაკლებად. თუმცა ზაფხულის სავარაუდოდ წესით ზაფხული უნდა დასტაბილდეს, იმიტომ რომ რეალურად ნახეთ, როგორც დაუშვათ აპირებდნენ დამსვენებლები დასვენებას დაუშვათ საზღვაო კურორტებზე, იქ სადაც ჩაკეტილია საჰაერო სივრცეები, ალტერნატიულ ვარიანტს ვთავაზობთ ხო, იგივე ევროპის მიმართულებით, იგივე კონკრეტულად მაგალითად გუშინ მუშაობდი მე ბალის ჯგუფზე. არ აშინებს აბსოლუტურად მოგზაურებს ეს პროგნოზები, იმიტომ რომ რეალურად რაღაცა მაინც გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს არის დროებითი და რაღაც გრძელვადიან პერსპექტივაში არ გაიწელება. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა დასტაბილდეს რაღაცნაირად აი ამ სიტუაციაში მუშაობასაც უნდა შევეგუოთ და ნელ-ნელა უნდა აღდგეს ტურიზმი. არ მგონია, რომ ჯავშნები არ იყოს ზაფხულში. ნუ ეს გაზაფხულის სეზონი რა თქმა უნდა ჩავარდნილია. თუმცა ზაფხული ვფიქრობ, რომ იქნება სტაბილურად ჩვეულებრივ ფრენებით და მოგზაურებით შეძლებენ დასვენება სხვადასხვა ქვეყნებში. კი ბატონო, თამარ, ძალიან დიდი მადლობა ჩართულობისთვის და წარმატებულ ზაფხულის სეზონს გისურვებთ უკვე. მადლობა. მადლობა მარიამ, მადლობა წარმატებები თქვენს. თამარ ჩხიკვაძე, ჰოთრებელ ჯგუფის და ტრიფსის დამფუძნებელი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.